შუა საუკუნეები. ევროპის ისტორიული ეპოქა, მე-5 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე. ხშირად გაუმართლებლად ითვლება ბნელ პერიოდად. ამ ეპოქას ხშირად ბნელ ან შუა საუკუნეების ხანასაც უწოდებენ. საზოგადოებაში დამკვიდრებულია შეხედულება, თითქოს ეს ეპოქა გამორჩეულია სისასტიკით, დამანგრეველი ომებითა და მძვინვარე ეპიდემიებით. განსაკუთრებით მავნეა წარმოდგენა, თითქოს საზოგადოებრივი განვითარება, მეცნიერება და ხელოვნება მკვეთრად უკან იხევს. თუმცა მიუხედავად ომებისა, ჭირისა და სიმკაცრისა, შუა საუკუნეები არ ყოფილა დრო, როცა გონებრივი და სულიერი ძიება ჩერდება. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: ქრისტიანობის გავრცელება, ჯვაროსნული ომები, ასწლიანი ომი, ჰასტინგის ბრძოლა, მაგნა კარტას შედგენა და ჯეფრი ჩოსერის ლიტერატურული მემკვიდრეობა ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია. მოდით გადავხედოთ შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანეს მოვლენებს რომის იმპერიის დაცემიდან რენესანსის დასაწყისამდე. შუა საუკუნეების განმავლობაში რომი აკონტროლებდა ევროპის დიდ ნაწილს, ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიებსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს, თუმცა იმპერიის მასშტაბები იმდენად გაიზარდა, რომ მის საზღვრებს დაცვა გაუჭირდა. შიდა დაპირისპირებებმა და სამოქალაქო ომებმა იმპერია დაასუსტა. ქრისტიანები. ისინი მცირერიცხოვანი ჯგუფი იყვნენ. ხშირად ხვდებოდნენ დევნისა და წამების ხორბლი გლადიატორებთან კოლიზეუმში, რაც რომაელთათვის ერთ-ერთი საყვარელი გასართობი იყო. თუმცა ქრისტიანობის გავრცელებამ ძირეულად შეცვალა ადამიანების სარწმუნოებრივი და მორალური მსოფლმხედველობა. დასუსტებული რომი სწორედ ის შესაძლებლობა აღმოჩნდა, რომელსაც ევროპის სხვა ტომები ელოდნენ. გერმანული ტომები და ვესტგოთები რომის დასუსტებას ახალი ძალაუფლების წყაროდ აღიქვამდნენ. ალარიხი, გოთების წინამძღოლი, საბოლოოდ არტყმას აყენებს იმპერიას. იგი იმედ გაცხრებული იყო რომის იმპერატორის მხრიდან მიცემული პირობის დარღვევით, რომელმაც უანდერძა რომის მოქალაქეობა და ბალკანეთში მიწები, თუმცა ეს პირობა არ შეასრულა და ამის შედეგად ალარიხმა გადაწყვიტა წართმეული მიწები უკან დაებრუნებინა. მან შეკრიბა არმია, რომელიც შედგებოდა გოთებისაგან, ჰუნებისაგან და ყოფილი რომაელი მონებისაგან და ალპების გადალახვით იტალიისკენ დაიძრა. რომის იმპერატორი ჰონორიუსი ეგოისტი და გულგრილი მმართველი იყო. იგი არ ტოვებდა თავის ვილას მაშინაც კი, როცა მტრის არმია უკვე რომს უახლოვდებოდა. იგი არ უსმენდა თავის მრჩევლებს, რომლებიც ომის მოახლოებაზე აფრთხილებდნენ. საბოლოოდ ალარიხმა ქალაქის მომარაგება გადაკეტა და დაელოდა მის დასუსტებას, როცა იგი შეტევაზე ოფიციალურად გადავიდოდა. რომმა მძიმე ზარალი ნახა, თუმცა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამარცხებული. იმპერიამ ვეღარ შეძლო საბოლოოდ ძველი ძლიერების აღდგენა. 476 წელს, როდესაც იმპერიის მემკვიდრე 14 წლის ბიჭი სამეფო ტახტიდან ჩამოაგდეს, რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა. ამ ძველი იმპერიის დაცემამ სრულიად შეცვალა ევროპის პოლიტიკური რუგა და გზა გაუხსნა ისეთ ძალებს, როგორებიც იყვნენ გოთები. რომის დაცემა შუა საუკუნეების დასაწყისს ნიშნავდა. ერთი ჯგუფი, რომელმაც რომის დაცემის შემდეგ ძალაუფლება გაიმყარა, ბიზანტიელები იყვნენ, რომლებიც თავიანთ თავს კლავაც რომაელებად მიიჩნევდნენ. მათი იმპერია კონსტანტინოპოლში იყო თავმოყრილი და ფაქტობრივად რომის გადანაცვლებულ ცენტრს წარმოადგენდა. თუმცა კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ ბიზანტიური იმპერია შუაზე გაიხლიჩა. ამავე პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გამორჩეულმა მმართველმა და სამხედრო სტრატეგმა კარლოს დიდმა იგივე შარლემანმა მოახერხა დასავლეთ ევროპის გაერთიანება. მეფის შვილმა და მომავალმა მონარქმა შარლემანმა დაამარცხა ძლიერი საქსონთა არმია და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. თუმცა კონსტანტინეს მსგავსად შარლემანმა ვერ მოახერხა თავისი იმპერიის შენარჩუნება სიკვდილის შემდეგ. როგორც არმიები იბრძოდნენ ევროპაში, ასე გავრცელდა ქრისტიანობაც. თუმცა ქრისტიანობა ორ ძირითად მიმართულებად გაიყო: კათოლიკურად და მართლმადიდებლურად. მიუხედავად განსხვავებებისა, ქრისტიანობამ გავლენა მოიპოვა შუა საუკუნეების ხალხის ცხოვრების ყველა ასპექტზე და ეპოქის ყველაზე ძლიერ ძალად იქცა. შუა საუკუნეები ხშირად ასოცირდებოდა რაინდებთან, რომლებიც წმინდა მიწისკენ მიემართებოდნენ ჯვაროსნული ომებისთვის. ქრისტიანები, იუდეველები და მუსლიმები ყველა წმინდა მიწასთან ასოცირდებოდა. ახლო აღმოსავლეთში ისინი ყველა გრძნობდა სულიერ კავშირს. მე-11 საუკუნეში მუსლიმებმა გააფართოვეს თავიანთი ტერიტორია და მოიცვეს მრავალი რელიგიური სიწმინდე, მათ შორის იერუსალიმი. ევროპელი ქრისტიანები შიშობდნენ, რომ წმინდა მიწა შეიძლება განადგურებულიყო ან ხელმიუწვდომელი ყოფილიყო მათთვის. მათი გამოსავალი იყო მიწა ეკლესიის სახელით დაებრუნებინათ. ასე დაიწყო ჯვაროსნული ომები 1095 წელს და გაგრძელდა 1291 წლამდე. გულმხურვალე რაინდები მეფეთა დაფინანსებით მიემართებოდნენ იერუსალიმისა და სხვა წმინდა ადგილებისკენ, თუმცა როგორც კი ჯვაროსნული ომები ნაკლებად ეფექტური გახდა, სპონსორებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ღირსდა თუ არა ეს ძალისხმევა. 200 წლის ომისა და ძარცვის შემდეგ ჯვაროსნული ომები დასრულდა.
ამასობაში ბრიტანეთის კუნძულებზე ინგლისელები ცდილობდნენ თავიანთი სახელმწიფოს ფორმირებას კონტინენტის კონფლიქტებისაგან შორს. მათი წარმომავლობა ანგლო-საქსური იყო, თუმცა რომაული გავლენაც იგრძნობოდა. მეფის მემკვიდრეობის საკითხმა ქვეყანაში დიდი კრიზისი გამოიწვია. 1066 წელს ჰასტინგის ბრძოლა შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელიც გაჩაღდა სწორედ იმიტომ, რომ სამეფო გვირგვინის კანონიერი მემკვიდრი დაედგინათ. ამ ბრძოლით ინგლისში ნორმანთა დაპყრობები დაიწყო. საბოლოოდ სამეფო მემკვიდრეობის ხაზი დადგინდა, თუმცა მეფეთა ნაწილი ნაკლებად იყო დაინტერესებული სახელმწიფოს მართვით. მაგალითად, რიჩარდ ლონგულს მეფობა მეორე ხარისხოვნად მიაჩნდა და წმინდა მიწის ომებში მონაწილეობას ამჯობინებდა. მისი მმართველობისას ძალაუფლებას თავადები ისაკუთრებდნენ, თუმცა მათი მდგომარეობა არასაიმედო იყო. ახალი მეფის მოსვლისას ისინი ხშირად ძველ პოზიციებს უბრუნდებოდნენ, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევდა. როდესაც ტახტზე ჯონი ავიდა, თავადთა ჯგუფმა მასთან მოლაპარაკება წამოიწყო პრობლემების მოგვარების მიზნით. 1215 წელს მათ შეადგინეს ბარონთა მუხლები, დოკუმენტის პირველადი ვერსია, რომელიც მოგვიანებით გახდა მაგნა კარტა, ევროპის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ტექსტი. მაგნა კარტა მეფეს ავალდებულებდა დაეცვა ინგლისელი ბარონების მიწები უცხოელი დამპყრობლებისაგან, როგორც იყო მაგალითად საფრანგეთი. ამის სანაცვლოდ თავადები ლოიალურობას უცხადებდნენ მონარქს. დოკუმენტით განმარტებული იყო თავადთა უფლებები და უფლებამოსილებები, მათ შორის მათთვის მიწების შენარჩუნების გარანტი მეფიდან მეფემდე. შედეგად ინგლისი გაერთიანებულ სამეფოდ ჩამოყალიბდა და საფუძველი ჩაეყარა მისი მომავალ კოლონიურ იმპერიუმ მშენებლობას. მიუხედავად ინგლისის მემკვიდრეობითი კრიზისისა, საფრანგეთიც დიდი შერყევისა და ქაოსის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც მეფე შარლ მეოთხემ მემკვიდრე არ დატოვა. ამის შედეგად დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც სისხლიან და ხანგრძლივ ომში გადაიზარდა. საფრანგეთის მემკვიდრეობის ომი 116 წელს გაგრძელდა 1327 წლიდან 1453 წლამდე, თუმცა ისტორიკოსებმა მას 100 წლიანი ომი უწოდეს. ამ ხანგრძლივი კონფლიქტის დროს გამოჩნდა მოლოდნელი გმირი, ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც დღეს ჟანა დარკის სახელით ვიცნობთ. ჟანა დარკი, ორლეანელი ქალწული, დაახლოებით 1412 წელს დაბადებული იქნა გლეხის ოჯახში. 13 წლის ასაკიდან მას ნებები და ხილვები ეწვია, რომლებიც მოუწოდებდნენ მეფე შარლ მე-7-ის კანონიერი მემკვიდრის წინააღმდეგ ებრძოლა. ბრძოლის აბჯარში გამოწყობილი ჟანა ფრანგ ჯარებს წინ გაუძღვა ინგლისელთა წინააღმდეგ. პირველ ეტაპზე მან წარმატებას მიაღწია, თუმცა მოგვიანებით მტერმა ტყვე დაიყვანა და ერესში ჯადოქრობასა და მამაკაცის ტანსაცმლის ტარებაში დასდო ბრალი. 1431 წელს იგი კოცონზე დაწვეს. შუა საუკუნეების ომები სასტიკი და დამანგრეველი იყო, თუმცა მათზე მეტად მომაკვდინებელი აღმოჩნდა მომავალი კატასტროფა შავი ჭირი. მოსახლეობის ზრდა, სოფლის მეურნეობა და საკვების წარმოება შეამცირა, რამაც გამოიწვია შიმშილი და კვებითი დეფიციტი. 1347 წელს ერთ-ერთი ვაჭრობის გზით ევროპაში შემოვიდა დიდი ჭირი, სასიკვდილო დაავადება, რომელიც სავარაუდოდ აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შემოვიდა. ის სწრაფად გავრცელდა ვაჭრულ გემებზე და ევროპის არაჰიგიენურ ქალაქებში ყველაზე ხშირად ვირთხებით გადაეცემოდათ. ვირთხებს კმენდა რწყილი, ხოლო შემდეგ ეს რწყილები ადამიანებზე გადადიოდა, რაც იწვევდა ეგრეთ წოდებულ ბუბონურ ჭირს. ნორმალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანს კი ერთ კვირაში იღუპებოდა დაავადებას თან ახლდა სიფერები, სისხლიანი ხველა და მძიმე ჩირქოვანი ბუშტები კანზე. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ შავმა ჭირმა ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 იმსხვერპლა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან ჭირი ერთჯერადი მოვლენა არ აღმოჩნდა. იგი პერიოდულად კვლავ ბრუნდებოდა, თუმცა შემდეგი ტალღები ნაკლებად მომაკვდინებელი იყო. შავი სიკვდილი, როგორც მას უწოდეს, გამანადგურებლად აისახა შუა საუკუნეებზე. მან ხალხს შთააგონა დაეყენებინა კითხვის ნიშნის ქვეშ ეკლესიის დოგმები, გაღრმავდა ცრურწმენები და გაჩნდა შიში სხვისგან დამოკიდებულებებზე. მოსახლეობის დიდი ნაწილის დაღუპვამ საშუალება მისცა საშუალო ფენას აღმოცენებულიყო. ხალხმა გახსნა მაღაზიები, შეწყო ხელსაქმე და დაიწყეს ვაჭრობა. ცვლილებები მოხდა პოლიტიკურ დონეზეც. მრავალი ადგილი, რომელიც ადრე გავლენიან პირებს ეკავათ, ახლა ახალ ადამიანებს გადაეცათ. ჭირმა ხალხი აიძულა პოლიტიკასა და რელიგიაზე ახლებურად ეფიქრათ და მეტი დამოუკიდებლობა მოეძებნათ. შეცვლილმა მსოფლმხედველობამ და ახალმა აზროვნებამ მოიტანა ბნელი საუკუნეების დასასრული და გახსნა გზა ახალ ეპოქამდე, რენესანსამდე.